ეხლა ვიწყებთ ახალ ციკლს ლექციებისა, ოღონდ იგივე წიგნიდან. ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. კარმიული მიმოხილვები კაცობრიობის ისტორიულ ქმნადობასთან მიმართებაში. ტომი მეორე. მერვე, მე-9, მე-12 ლექცია იქნება აქედან. დღეს ვკითხულობთ მერვე ლექციას. დღეს ჩვენ შევუდგებით ადამიანის კარმის განვითარების განხილვას გარეგნულის თვალსაზრისით. ანუ მის გარეგნულ ასპექტში. აქ მე ვგულისხმობ ადამიანის ფიზიონომიურ იერს, გარეგნულად რომ ავლენს ადამიანს თავად ადამიანში და ფიზიკურ სამყაროში. ცალკეულ კარმიულ ურთიერთობათა განხილვისას მე უკვე შევეცადე თქვენი ყურადღება მიმეპყრო იმაზე, რომ ადამიანის იერის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც იძლევა ამ ურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას. ამასთანავე ადამიანის გარეგნული იერი სრული გამოხატულება, სრული ანასახია იმისა, რასაც იგი თავისი მორალური და სულიერი ქმედებებით თავის ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში ან რიგ წინა ცხოვრებებში წარმოადგენდა. ამ მიმართებით ისიც შესაძლებელია, რომ დავაკვირდეთ ადამიანთა გარკვეულ ტიპებს და შემდეგ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით ვნახოთ, როგორ მიდის ადამიანის ესა თუ ის ტიპი სავსებით განსაზღვრულ ქმედებამდე ერთ-ერთ რომელიღაც წინა ცხოვრებაში. ამ მიმართებით ისიც შესაძლებელია, რომ დავაკვირდეთ ადამიანთა გარკვეულ ტიპებს და შემდეგ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით ვნახოთ, როგორ მიდის ადამიანის ესა თუ ის ტიპი სავსებით განსაზღვრულ ქმედებამდე ერთ-ერთ რომელიღაც წინა ცხოვრებაში. ახლა კი მოდით განზე გადავდოთ აბსტრაქტული განცხადებები და გადავიდეთ კონკრეტულ მაგალითებზე. დაუშვათ, რომ მავანი თავის მიწიერ ცხოვრებაში გულმოდგინედ ჯანსაღი ინტერესით ეკიდებოდა ყველაფერს, რასაც ცხოვრება წინ უხვედრებდა მას. იგი არასდროს გულგრილად არ ჩაუვლიდა ადამიანს, შეუმჩნეველს არ დატოვებდა არც ერთ მოვლენას, არც ერთ ხტომილებას. ცხოვრებაში ბევრი ასეთი ადამიანი. არიან ისეთებიც, რომლებიც ძველ ბერძენ სახელმწიფო მოღვაწეებს უკეთ იცნობენ, ვიდრე თანამედროვე პოლიტიკურ მოღვაწეებს. მათ რომ ვკითხო, ვინ იყო პერიკლე, ალკიბიადე, მილტიადე, ისინი უთუოდ სწორ პასუხს გაგცემენ. მათ ეს სკოლაში ასწავლეს, მაგრამ თანამედროვე მოღვაწეთა შესახებ სათუო რაიმე შეიტყოთ მათგან. იგივეს ვხედავთ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული დაკვირვებულობის მიმართებითაც. არიან ადამიანები, რომლებიც ნასადილებს უკვე ვეღარ იხსენებენ, რა ეცვა ქალბატონს, რომელსაც დილით შეხვდნენ. რა ფერის კაბა ეცვაო, რომ ვკითხოთ, ვერ გიპასუხებენ. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, არიან ასეთი ადამიანები. ცხადია, ეს ფენომენი სხვადასხვაგვარად შეიძლება განიმარტოს. შეიძლება მაგალითად ითქვას, რომ ამ ადამიანმა სულიერების იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ ასეთი წვრილმანები მის ყურადღებას აღარ იკავებს. მისთვის ეს მეტისმეტად უმნიშვნელოა. მაგრამ ასეთი სულიერება ზედაპირულია. თავარი გახლავთ ამ სულიერების არა სიმაღლე, არამედ მისი გამჭრიახობა ან ზედაპირულობა. სულიერებას შეუმჩნეველი არ დარჩება მაგალითად ადამიანის ჩაცმულობა. ეს ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სახის ნაკვთების ფორმა. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში ყველაფრისადმი ცოცხალ ინტერესით შენენ. მათი აზრი სამყაროზე ეფუძნება იმას, რასაც ისინი ამ სამყაროდან იგებენ. სხვანი უკან მოუხედავად გარბიან ცხოვრების გზასავალზე. მათ არაფერი აინტერესებთ. მათი აღქმები უნიადაგოა და გუშინდელი სიზმარივით უკვალოდ იმქრევა. ასეთი ადამიანთა ორი პოლარული ტიპი. მაგრამ აქ მთავარია არა ჩვენი აზრი ამ ადამიანის სულიერებაზე, რომელსაც ვერ გაუხსენებია, როგორი კაბა ეცვა ქალბატონს დილით რომ შეხვდა. ამჯერად ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ეს თვისება ადამიანის კარმაზე. და აქ უნდა ითქვას, რომ უზარმაზარი სხვაობაა, ყურადღებიანი იყო ადამიანი თუ უყურადღებო სხვადასხვა ცხოვრებისეულ საგანთა თუ გარემოებათა მიმართ. სულიერი ცხოვრების ერთიანი სტრუქტურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სწორედ წვრილმანებია,
ოღონდ არა თავისთავად, არამედ იმდენად, რამდენადაც ისინი სრულიად განსაზღვრულ შვინვიერ კონსტიტუციაზე მიუთითებენ. იყო ერთი პროფესორი, შესანიშნავი ლექტორი. ლექციის კითხვისას ეს მას ჩვევად ჰქონდა. იგი ყოველთვის ერთ რომელიმე წერტილში იყურებოდა. მისი მზერა ერთ-ერთი მსმენელის, ტორსის ზედა ნაწილზე იყო კონცენტრირებული. თავის ლექციებს იგი ასე ვთქვათ სხვადასხვით არ აკრაკებდა. მაგრამ ერთხელ მას უეცრად აზრი გაუწყდა და ენა დაება. ცდილობდა გაეხედა იქით, საითაც საერთოდ იხედებოდა, მაგრამ ამაოდ თავს ვერ იმორჩილებდა, მზერა სადღაც გაურბოდა. ბოლოს იგი მივიდა იმ მსმენელთან და ჰკითხა, რატომ მიაკერეთ აწყვეტილი ღილი? ამას სრულიად ამომაგდო კალაპოტიდან. აღმოჩნდა თავის ლექციების მსვლელობისას მას ყოველთვის ამ აწყვეტილი ღილის ადგილზე ჰქონდა ყურადღება მიმართული. ეს მას აზრის კონცენტრაციაში ეხმარებოდა. უმზერს თუ არ უმზერს ადამიანი აწყვეტილ ღილს, ამაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ერთიანი შვინვიერი კონსტიტუციისთვის ეს მეტად არსებითია. და მით უფრო, თუ კი კარმიულ ხაზებზე დაკვირვება გსურს, ამას უკვე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამას, რაზეა ლაპარაკი, ხო ერთიანი შვინვიერი კონსტიტუცია. ახლა კი დასაწყისისთვის მოდით განვიხილოთ ადამიანთა ეს ორი ტიპი. შეეცადეთ გაიხსენოთ ის, რაც მე არა ერთგზის მithქვამს. ადამიანის ერთი მიწიერი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლის შესახებ. მიწიერ ადამიანს აქვს თავი და დანარჩენი სხეული. ამ დანარჩენ სხეულში თავის გარდა აღინიშნება ძალთა გარკვეული ურთიერთკავშირი. ფიზიკური სხეული გადაეცემა ელემენტებს, სტიქიებს. ფიზიკური სუბსტანცია ადამიანს, რა თქმა უნდა, შემდეგ ცხოვრებაში არ გადააქვს, მაგრამ თავის გარე, დანარჩენ სხეულში მოქმედ ძალთა ურთიერთკავშირი მას თან გასდევს გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მთელი პერიოდის განმავლობაში. და სწორედ აქედან ყალიბდება მისი თავი შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში, ისევე როგორც ამჟამინდელი ფიზიკური თავი წინა ცხოვრების კიდურების სისტემის და დანარჩენი ორგანიზმისგანაა ჩამოყალიბებული. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანის თავის გარე ნაწილი შემდეგ მიწიერ ცხოვრებაში ყოველთვის თავად იქცევა, ხოლო თავი ყოველთვის წინა მიწიერი ცხოვრების თავის გარე ნაწილის შედეგს წარმოადგენს. თუ კი ადამიანმა თავისი მიწიერის გზა განვლო დიდი ყურადღებით და ამასთანავე არ იყო მიდრეკილი მჯდომარე ცხოვრებისადმი, აქ ახლა ფრჩხილებში წერია, რასაც წავიკითხავ. ფიზიკურად პასიური ადამიანების ცხოვრებების კარმული ანალიზი ძალზე ძნელია. რამდენადაც ადრინდელ ეპოქებში ასეთი რამ არ არსებობდა. თუ როგორ წარმოჩნდებიან მჯდომარე ცხოვრების მოყვარული ადამიანები, ამას მოგვიანებით დავინახავთ. საერთოდ ისეთი ცხოვრება, როდესაც მხოლოდ ხედან ჩვენს ეპოქაში გაჩნდა. და ახლა თავიდან წავიკითხავ ამ წინადებას ფრჩხილების გარეშე. ესე იგი, თუ კი ადამიანმა თავისი მიწიერი გზა განვლო დიდი ყურადღებით და ამასთანავე არ იყო მიდრეკილი მჯდომარე ცხოვრებისადმი, თუ კი ადამიანი ცხოველი ინტერესი ჩენდა გარემომცველი საგნებისადმი, ის ბუნებრივია მუდმივად მიდიოდა ამ საგნებთან და შესაბამისად მუდმივად მოძრაობაში მოჰყავდა თავისი სხეულის ნაწილები. არა მხოლოდ გრძნობათა ორგანოები, თავის სისტემის ნაწილები, არამედ მთელი სხეული, ის, რასაც სხეული აკეთებს იმ დროს, როდესაც ადამიანი ავლენს ყურადღებას, შემდეგ ინკარნაციაში თავის სისტემაში გადადის და ამას სრულიად განსაზღვრული შედეგი მოსდევს. შემდგომ ინკარნაციაში ადამიანის თავს ექნება ძლიერი მისწრაფება დანარჩენი ორგანიზმის მიწიერ ძალებთან ნაყოფიერი კავშირის დამყარებისა, რათა ამ ძალებმა განსაკუთრებულად იმოქმედონ მასზე. სქემა, ორი წერტილი. სქემაზე გამოსახულია ადამიანის თავი. აქ არის დანარჩენი ორგანიზმი. ცხოვრების პირველი 7 წლის მანძილზე ორგანიზმის მთელი მაფორმირებელი ძალები თავიდან მომდინარეობს.
თავი ორგანიზმში საკუთარ ძალებს გზავნის. ყოველი ძვალი, ყველა კუნთი და ასე შემდეგ ფორმირებულია ისე, როგორც ისინი თავის მიერ იქნენ ფორმირებული. რა ხდება მაშინ, როდესაც თავი ზემოაღწერილი ცხოვრების წესის თანახმად დედამიწის ძალებთან ძლიერი კავშირის განვითარების ტენდენციას ავლენს. მაშინ თავი ორგანიზმის ფორმირებისას დაწყებული ემბრიონალური პერიოდიდან და განსაკუთრებით დაბადებიდან კბილების დაცვამდე უპირატესად პროტეჟირებს მიწიერ ძალებს. შედეგად ადამიანი განსაკუთრებულად ანვითარებს იმას, რაც დედამიწის ძალებზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ მას ეძლევა ძვალმსხვილი მაგარი ჩონჩხი, ფართო მხრები, კარგად განვითარებული ნეკნები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მას შესანიშნავად აქვს განვითარებული. მაგრამ ყოველივე ამაში ჩვენ ვხედავთ წინა ცხოვრების ყურადღებიანობას. გადმოსულ ახალ ცხოვრებაში ვხედავთ ორგანიზმის შემდგომ ფორმირებას. სივრცობრივად ამას ასრულებს ორგანიზმის, უბრალოდ სივრცობრივად ამას ასრულებს თავი, მაგრამ სინამდვილეში ეს სამშვინველიდან და სულიდან მომდინარეობს, რამე თუ მთელ ამ მაფორმირებელ ძალებში მონაწილეობს სული და სამშვინველი. ჩვენ ძალგვით ყველა მსგავს საგნებში ამოვიცნოთ მშვინვიერ სულიერი. და ამიტომ ასეთ ადამიანებში ჩვენ ვხედავთ, რომ მათი თავი წინა ცხოვრების გარემოებათა შედეგად დაუნათესავდა დედამიწას. მათი შუბლი განსაკუთრებული სიმაღლით არ გამოირჩევა, რადგანაც მაღალი შუბლი დედამიწას არ ენათესავება, მაგრამ მისი კონფიგურაცია მკვეთრია და ძლიერი. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი ანვითარებს მაგარ ძვლის სისტემას. და აი, ამ ძალების კიდევ ერთი სახასიათო ნიშანდობლიობა, თმილს ძალზე სწრაფი ზრდა. იმ ბავშვებმა, რომლებსაც თმა სწრაფად ეზრდებათ, წინა ცხოვრება ყურადღებით განვლეს. ჩვენ თამამად შეგვიძლია დავუკავშიროთ ეს ფაქტი თმის სწრაფი ზრდა ყურადღებიან ცხოვრებას წინა ინკარნაციაში. ვითარება ისეთია, რომ ადამიანი თავისი რომელიმე მიწიერი ცხოვრების მორალურ სულიერი ქცევიდან თავის სხეულს შემდეგი ინკარნაციისთვის აფორმებს. ჩვენ კიდევ მრავალჯერ დავწმუნდებით, რომ ადამიანის ამგვარ ფორმირებაში სულიერ მშვინვიერი მონაწილეობს. თუკი ადამიანის კარმა ისეთია, რომ განსაკუთრებულად განვითარებული ყურადღების წყალობით მას შემდეგ ცხოვრებაში ძლიერი ძვლის სისტემა და ძლიერი კუნთები ეძლევა, ჩვენ ვხედავთ, როგორ უშიშრად და ვაჟკაცური შემართებით მიაბიჯებს იგი ცხოვრებაში. ბუნებრივი შინაგანი ძალა განსაზღვრავს და ვარგის ხდის მას ამ ვაჟკაცური ცხოვრებისთვის. ადამიანებმა თანმიმდევრული მიწიერი ცხოვრებების აღწერა კარგახანია წარსულს ჩააბარეს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც არსებობდა ის შემეცნება, რომელსაც ფლობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც განმეორებადი მიწიერი ცხოვრებების განჭვრეტა ხელეწიფებათ. მაგალითად, არისტოტელეს პერიოდში ეს კიდევ შესაძლებელი იყო. არისტოტელემ ეს შესანიშნავად წარმოაჩინა თავის ფიზიოგნომიკაში. არისტოტელეს ჯერ კიდევ შეეძლო აღეწერა ის, თუ როგორაა სახის გარეგნული კონფიგურაცია დაკავშირებული ადამიანის მორალურ ქცევასთან და მორალურ კონსტიტუციასთან. ახლა განვიხილოთ ზარმაცი და მხდალი ადამიანები. ეს ის ადამიანებია, რომლებსაც წინა ცხოვრებაში არაფერი აინტერესებდათ. როგორც ხედავთ, კარმიულ დაკვირვებებს ცხოვრებაში ადამიანის მდგომარეობისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ასევე მომავლის თვალსაზრისითაც. მართალია საბოლოო ჯამში ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილებაა, როდესაც ჩვენი დღევანდელი მიწიერი ცხოვრების გადასახედიდან წინა ცხოვრებებზე მსჯელობთ, მაგრამ ცნობის მოყვარეობა აქ ერთადერთი მამოძრავებელი როდია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას ერთგვარი თვითშემეცნებით აღვიქვამთ, ამით ფაქტიურად შემდეგი ცხოვრებისთვის ვემზადებით. ხოლო თუკი არაფერი გვაინტერესებს და ცხოვრებას უაზროდ მივაჭენებთ, შემდეგ ცხოვრებაში მშიშარა კურდღლებს დავემსგავსებით.
ამის მიზეზი იქნება ის, რომ გარემოსადმი უყურადღებობის და გულგრილობის გამო მომდევნო ინკარნაციაში თავი ვეღარ დაუნათესავდება დედამიწის ძალებს. ეს კი, როგორც ზემოთ ითქვა, გამოიწვევს განუვითარებელ ძვლებს და თმის შენელებულ ზრდას. ასეთ ადამიანებს ხშირად ფეხებიც მრუდე აქვთ. ეს ყველაფერი ერთობ ინტიმურ დეტალებში წარმოგვიჩენს მშვინვიერ სულიერის და ბუნებრივ ფიზიკურის ურთიერთკავშირს. დიახ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავის ცალკეული დეტალების მეშვეობით, მთლიანი ადამიანის მეშვეობით, შესაძლებლობა გვეძლევა ჩავიხედოთ მის ადრინდელ მიწიერ ცხოვრებებში. ამის შესახებ ვლაპარაკობთ არა იმიტომ, რომ სწორედ ეს გახდეს ჩვენი დაკვირვების საგანი. ყველა ის დაკვირვება, რომლებიც მე თქვენ გაგიზიარეთ კარმეული განხილვების შესამზადებლად, ჩატარებული იქნა არა გარეგნული ხერხებით, არამედ სავსებით შინაგანად, სულისმეცნიერული მეთოდების გამოყენებით. მაგრამ სწორედ ეს სულისმეცნიერული მეთოდები ცხადყოფს, რომ არ შეიძლება ადამიანის გარეგნული განხილვა ისე, როგორც ამას აკეთებს თანამედროვე ფიზიოლოგია და ანატომია. ცალკეული ორგანოების და მათი ურთიერთკავშირების უბრალო განხილვას საკუთრივ არავითარი აზრი არ გააჩნია, რამე თუ ადამიანი ხატსახია. იგი ნაწილობრივ ხატსახია იმ ძალთა, რომლებიც მოქმედებენ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის პერიოდში და ნაწილობრივ ხატსახე თავისი წინაცხოვრებისა. ასე რომ ფიზიოლოგია და ანატომია უაზროდ საქმიანობს, როდესაც ადამიანს განიხილავს ისეც, როგორიც იგი წარმოუდგება გარეგნულ მზერას. შემდეგ კი ერთი მეორის მიყოლებით შეისწავლის მის ცალკეულ ნაწილებს. ამ დროს კი მაგალითად თავი გაცილებით უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული წინამიწიერ ცხოვრებასთან, ვიდრე იმ სხეულთან, რომელშიც ადამიანს ამჟამინდელ ცხოვრებაში მიეცა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ფიზიკური პროცესის გაგება მხოლოდ წინამიწიერი ცხოვრების ჭვრეტის შემდეგ ხდება შესაძლებელი. ადამიანი, რომელსაც სწრაფად ეზრდება თმა, წინა განსხეულებაში სამყაროსადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მან ასე ვთქვათ იცოდა სამყარო. მას კი, ვინც წინა ინკარნაციაში მოკლებული იყო ამ ცოდნას, თმა ნელა ეზრდება და თანაც დატმასნილი აქვს თავის კანზე. ვინც წინა ინკარნაციაში ყველგან ყოფდა ცხვირს, ჯერ ერთი თმა სწრაფად ეზრდება და გარდა ამისა, თმა ბურძგნილია, თმა ჯაგარივით ყალყზე უდგას. ეს ავსებით მართებული ურთიერთკავშირი. ამრიგად სხეულებრივი კონფიგურაციის სხვადასხვა თავისებურებების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ წინა მიწიერი ყოფიერების განცდამდე. ავიღოთ მაგალითად ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ბევრს ფიქრობდა. შემდეგ მიწიერ ცხოვრებაში მას ექნება გამხდარი, ხმელ-ხმელი სხეული. ხოლო მას, ვინც ბევრი ფიქრით თავს არ იდგიებდა და ყურადღება ძირითადად გარე სამყაროსადმი ჰქონდა მიმართული, შემდეგ ცხოვრებაში მომეტებული სიმსუქნე შეაწუხებს. ეს ისევ და ისევ მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი. ამჟამინდელ ცხოვრებაში ამას შეიძლება უშუალოდ ფიზიკური კვების დიეტით, მაგრამ შემდგომი ინკარნაციებისთვის აუცილებელია გავიაროთ მკურნალობის სულიერი კურსი. ანუ მეტი ვიფიქროთ და განსაკუთრებით იმაზე, რაც ადამიანისგან ძალისხმევას მოითხოვს. მხედველობაში მაქვს არა მედიტაცია, არამედ უბრალოდ ფიქრი, შინაგან გადაწყვეტილებათა მიღების ნებელობა. არსებობს რეალური ურთიერთკავშირი ადამიანის მორალურ სულიერ ცხოვრებასა და მის სამომავლო. მხედველობაში მაქვს მომავალი მიწიერი ინკარნაციები ფიზიკურ კონსტიტუციას შორის. ასე იგი არსებობს რეალური ურთიერთკავშირი ადამიანის მორალურ სულიერ ცხოვრებასა და მის სამომავლო ფიზიკურ კონსტიტუციას შორის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ავიღოთ სხვა შემთხვევა. დავუშვათ, რომ ადამიანი თავის მიწიერ ცხოვრებაში იყო მოაზროვნე. რა აუცილებელია იყო პროფესორი, ბევრი ფიქრი შეიძლება მაშინაც, როცა მიწას ხნავ. და მე არ ვხომრობ.
ფიქრი შესაძლებელია ნებისმიერ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში. გუთანს მიხვები თუ რამე ხელობით ხარ დაკავებული. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ასეთი მოაზროვნე იმის გამო, რომ თავის აზროვნებაში იგი ძირითადად დაკავებული იყო იმით, რაც მიწიერ ცხოვრებასთან ერთად ქრება და არ ეხება იმას, რასაც გადააქვს ძალების შემდეგ ინკარნაციაში და მონაწილეობს თავის წარმოქმნაში, ასეთი ადამიანი შემდეგ ცხოვრებაში იბადება რბილი, ნაზი სხეულით. ზოგადად კი ნიშანდობლია, თუ კი ადამიანი ბევრს ფიქრობს შემდგომ ინკარნაციაში, იგი მკვრივი, ჯანსაღი კანით, ჯანსაღი სხეულით იბადება დედამიწაზე. მეორე მხრივ თუ კი ხედავ ადამიანს ჭორფლიანს, კაფანდარას, ლაქებიანი კანით, შეიძლება დაასკვნა. მართალია ამისთვის სხვა მიზეზებიც უნდა არსებობდეს. მხოლოდ გარეგნული ნიშნები არასაკმარისია დასკვნის გამოსატანად. შეგიძლია დაასკვნა, რომ ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში ფიქრი არ უყვარდა. მაშ ეს ადამიანი ხშირი ჭორფლი, იმის ნიშანია, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში უდაოდ მოაზროვნე არ იყო. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ სულის მეცნიერება ზრუნავს არა მხოლოდ აბსტრაქტულ სულიერზე, არამედ ასევე სულიერის მოქმედებაზე ფიზიკურში. უბედურება ის კი არ არის, რომ მატერიალიზმი მხოლოდ მატერიალურს ხედავს. არამედ უბედურება მატერიალიზმის ტრაგიზმი სწორედ ისაა, რომ იგი უძლურია რამე იცოდეს თვით მატერიაზე. სწორი იქნებოდა ადამიანზე დაკვირვებისას მატერიისკენ მიგვეპყრო მზერა, რადგანაც მატერიაში გამოიხატება სულიერის ზეგრძნობადის მოქმედება. მატერია არის სულიერის გარე გამოხატულება. ჩემს წიგნში ფუძემდებლური დებულებები თქვენ ამოიკითხავთ, რომ ადამიანის თავი მხოლოდ მაშინ განიხილება მართებულად, როდესაც გარეგნულისადმი იმაგინაციურ შემეცნებას ვიყენებთ, ანუ გარეგნულს იმაგინაციურად ვიმეცნებთ. რამე თუ ადამიანის თავი ყური, ცხვირი, თვალი, იმაგინაციური ხატსახის შესაბამისადაა ფორმირებული. მაგრამ ეს ასევე ადამიანის მთელ აღნაგსაც ეხება. არიან ადამიანები, რომლებსაც სხეულის ქვედა ნაწილი ზედა ნაწილზე გრძელი აქვთ, ანუ სიგრძე კიდურების დასაწყისიდან შუა მკერდამდე ჭარბობს სიგრძეს შუა მკერდიდან კისრამდე. თუ სხეულის აღნიშნული ზედა ნაწილი მოკლეა, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებას შორის პერიოდში ძალზე სწრაფად გაიარა ამ ცხოვრების პირველი ნახევარი, ხოლო შემდეგ დინჯად დაუჩქარებლად დაეშვა ახალ მიწიერ ცხოვრებაში. ხოლო თუ კი ადამიანის სხეულის ზედა ნაწილი მკერდის შუიდან კისრამდე ქვედა ნაწილზე გრძელია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მას ნელა დაფიქრებით განვლო გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების შუა პერიოდი, რის შემდეგაც შედარებით სწრაფად დაეშვა დედამიწაზე. მაშასადამე ფიზიოგნომიკაში და ადამიანის სხეულის ზომებშიც კი ვლინდება იმის გავლენა, თუ როგორ გადის ადამიანი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების პირველ ან მეორე ნახევარს. ჭეშმარიტად, ადამიანის ფიზიკური იერი ანასახია იმისა, რაც სულიერად განბეჭდილია ადამიანის საფუძველში და ამას ცხოვრებაში გარკვეულ შედეგებამდე მივყავართ. ადამიანის ზემოაღწერილი სხეულებრივი პროპორციებიდან გამომდინარე, იხატება ასეთი სურათი. ადამიანები, რომელთაც აქვთ სხეულის მოკლე ზედა ნაწილი, ძილის გუდები არიან, ხოლო საპირისპირო ტიპის ადამიანებს ნაკლები ძილი ყოფნით. ამრიგად, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს ძინავს ადამიანს, შეიძლება დავადგინოთ, რამდენად სწრაფად განვლო მან გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების პირველი ნახევარი. ესეც თავის მხრივ დაკავშირებულია წინა მიწიერ ცხოვრებასთან. ადამიანი, რომელიც წინა ინკარნაციაში არა თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად აღზრდის და ცხოვრების წესის შედეგად ყრუ იყო გარემოცვისადმი. მაგალითად, არა იმ გაგებით, რომ მას არაფერი აინტერესებდა, არამედ იმის გამო, რომ მისი ინტერესი ზედაპირ უცნობის მოყვარეობას არ სცილდებოდა, არც მაშინ, როდესაც იგი ცხვირს ყოფდა ყველაფერში.
ხო? ასეთი ადამიანისთვის უინტერესო იქნება გარდაცვალების შემდგომი პერიოდის პირველი ნახევარი. მისი ინტერესი გაღვივდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გადალახავს გზის ნახევარს და მიწიერი ცხოვრებისკენ იბრუნებს პირს. საპირისპირო სურათია იმ ადამიანთან, რომელსაც მიწიერ ცხოვრებაში ჩვევად აქვს მთელი თავისი გონებრივი და სულიერი მოწადინებით ყოველთვის ყველაფერში ბოლომდე გაერკვეს. ასეთ ადამიანს განსაკუთრებული ინტერესი ექნება გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების პირველი ნახევრისადმი, ესე იგი ზესვლისადმი. ხოლო უკუსლას სწრაფად განახორციელებს. ასე რომ კიდე ერთხელ შეიძლება ვთქვათ, თუ კი ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში განსაკუთრებით მიდრეკილია ძილისადმი, ეს მოწმობს ცხოვრებისადმი უყურადღებობას მის წინა ინკარნაციაში. ადამიანი, რომელსაც ცოტას ძინავს და ზოგჯერ რაიმე საძილე საშუალების მიღებაც სჭირდება, ასეთი ადამიანი წინა ინკარნაციაში ნამდვილად არ იყო ცხოვრებისადმი დაყრუებული. მისი სამშვენივრელი და გონება უდავოდ აქტიურობის და გამჭრიახობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. კიდევ უფრო შორს წასვლაც შეიძლება. არსებობენ ადამიანები, ვთქვათ, გურმანები. არიან ასე ვთქვათ, ცუდი მჭამელები. მე არ მინდა ვილაპარაკო ღორმოცელობასა თუ ამ სიტყვის საწინააღმდეგო ცნებას, ეს არ შეიძლება იყოს სერიოზული განშის საგანი, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც უყვართ ჭამა, არიან ისეთებიც, რომელსაც საჭმელზე დიდად არ მიუდით გული. ესეც გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რასაც ადამიანი განიცდის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში, სახელმწიფო მის პირველ ფაზაში, ზესთასვლის პერიოდში და უკუსლის პერიოდში, დედამიწაზე დაბრუნებისას. არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას ძალზე დიდ სულიერ სიმაღლეს აღწევენ და ადამიანები, რომლებიც ამას მოკლებული არიან, მათთვის ეს შუაგზა, ეს აპოთეოზი არც ისე მაღლაა. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ აპოთეოზს აღწევენ, საკვებს იღებენ, რათა იცხოვრონ, ხოლო ზომიერად განმაღლებული ადამიანები ცხოვრობენ, რათა იკვებონ. ამით უკვე ისაზღვრება სხვაობები ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური ყოფიერების ხელშემწყობ საშუალებათა მიმართ დამოკიდებულება ცხადყოფს, როგორ გადმოედინება ადამიანის კარმიული ცხოვრება მისი წინარე ყოფიერებიდან. ვინც ამგვარი ფაქიზი დაკვირვების უნარს ფლობს, მას იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა ადამიანი მაგიდასთან, იმის მიხედვით, როგორ მიირთმევს იგი საჭმელს, ბევრი რამ შეუძლია გაიგოს მისი წინა მიწიერი ცხოვრების შესახებ. დღეს მე ვლაპარაკობ ფიზიკურზე, ხვალ უპირატესად მორალურ ასპექტზე მინდა ვილაპარაკო. მაგრამ თუ კი სათანადოდ არ გავითავისებთ ფიზიკური, მის საპირისპიროს, თუ კი სათანადოდ არ გავითავისეთ ფიზიკური, მის საპირისპიროს ვერ ჩავწვდებით. ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეტანებიან საჭმელს, ადამიანი, რომლებიც ლამისა ახტაცებით ეძგერებიან მაგალითად მსხალს. ეს ის ადამიანებია, რომლებიც წინა ინკარნაციაში ცხოვრებისეულ ტრივიალურობას არ გასცილებიან. ისინი ჩაიკირნენ იმაში, რაც ვერ მაღლდება ცხოვრების მორალურ წდომამდე, რაც თავს ვერ აღწევს ჩვეულებრიობის, პირობითობის ჩარჩოებს და ასე შემდეგ. მსგავსი საგნები ბევრ შესაძლოა სასაცილოთაც ეჩვენოს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ეს მთელი სერიოზულობით უნდა მივიღოთ. რამე თუ ზოგიერთი დღევანდელი საზოგადოებრივი კლასები მთლიანად ჩაძირული არიან ტრივიალურ ჩვევებში და ენთუზიაზმის გარეშე ხმაურებიან ყოველივე იმას, რაც უჩვეულოა მათთვის. ეს ეხება არა მარტო ქცევას, არამედ მეტყველებასაც, მაგალითად ენას. არსებობს ენები, რომლებიც თავისუფლად რაიმეს თქმის შესაძლებლობას არ იძლევა, რადგანაც წინადადებების სტრუქტურაში ყველაფერი უმკაცრესადაა წინასწარ გაწერილი, ქვემდებარეს და შემასმენელს ადგილს ვერ შეუნაცვლებ და ასე შემდეგ. სხვა ენები უფრო მოქნილია და წინადადების წევრების განლაგების თვალსაზრისით უფრო თავისუფალი. ეს კი ენის წიაღში ადამიანის ინდივიდუალური განვითარების პირობას ნერგავს.
მოყვანილი მაგალითი, როგორც ერთ-ერთი მრავალთაგანი, თვალნათელყოფს იმას, თუ როგორ იმკვიდრებს ადამიანში და საბოლოოდ რა თავ დაუღწეվել მარტოხებში აქცევს ადამიანს ძლიერი ტრივიალური ჩვევები. ამგვარ ტრივიალურობაში გატარებული მიწიერი ცხოვრება შემდეგ ინკარნაციაში მუცლის მსახურებისადმი მიდრეკილებაში იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში მაღლა ვერ ადის და მუცელ მსახურებისკენ მიდრეკილი იბადება. ახლოა ის დრო, როდესაც კაცობრიობა გაითვალისწინებს არაერთ მიწიერ ცხოვრებას, როგორც ეს მიღებულია მატერიალისტურ ეპოქაში, არამედ თვალს გაუსწორებს მთელ მიწიერ განვითარებას და ეცოდინება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანმა მოიმოქმედა და რასაც ადამიანმა მიაღწია ერთი მიწიერი ცხოვრებიდან მეორეში გადადის და რომ თავად ადამიანებს გადააქვთ მოვლენები ერთი ეპოქიდან მეორეში. რა კიყა, ასეთი ცნობიერება გარდაუვალია, ეს საგნები შეტანილი უნდა იქნას პედაგოგიკაში, ჩაინერგოს აღზრდის პრინციპებში, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდა სრულთათვისაც. ახლა მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ადამიანთა კიდევ ორ ტიპს. ადამიანთა ერთი ტიპი გამოირჩევა სერიოზული დამოკიდებულებით ყველაფრისადმი. აქ მე გულისხმობ არა მარტო გარეგნულ სერიოზულობას. მოგეხსენებათ, არსებობენ ძალზე სერიოზული ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია გამოუვლიათ. მაგრამ გაღიმების უნარი არ დაუკარგავთ. ცხოვრებაში იმდენი რამაა სასაცილო, რომ გაუცინრობა, სიცილის შეუძლებლობა მშვენიერის სიყრუის ნიშანია. ასე რომ სიცილი ურიგოროდია, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სასაცილოზე გაიცინონ და ამავე დროს თავისი ძირითადი მშვენიერი წყობით ისინი სერიოზულ ადამიანებს წარმოადგენენ. მეორე ტიპის ადამიანები კომიკურზეც და არაკომიკურზეც ყველაფერზე ერთნაირად იცინიან. ისინი საერთოდ ყველაფერზე იცინიან. არიან ადამიანები, რომლებიც როგორც კი დაიწყებენ რაიმეს მოყოლას, იმავ წამს სიცილს იწყებენ. მათ შეუძლიათ სავსებით სერიოზულიც კომიკურად წარმოადგინონ და სიცილის საგნად აქციონ. მართალია მე ვლაპარაკობ უკიდურესობებზე, მაგრამ ეს უკიდურესობები რეალურად არსებობს. ეს გახლავთ სამშვენიერის ძირითადი მახასიათებელი. ხოლო ჩვენ შევეხებით ამის მორალურ მხარეს. ახლა კი მე ჯერჯერობით კვლავ ფიზიკურზე ვილაპარაკებ. ეს ისევ და ისევ კარმის განვითარების ნაკადზე მიუთითებს. ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში სერიოზულია, მაგრამ იცინის კიდეც, თუ კი რამ სასაცილო იხილა ან ისმინა, ასეთი ადამიანი წინა მიწიერ ცხოვრებიდან თანმოყოლილ მნიშვნელოვან საიმედო ძალებს ფლობს. როცა ხვდებით ასეთ სერიოზულ ადამიანს, რომელიც პირისპირ უყურებს ცხოვრების სერიოზულ ფაქტებს, შეიგრძნობს ცხოვრების სერიოზულ მხარეებს, ვგრძნობთ, რომ ეს ადამიანი თავის არსში, თავის წინა მიწიერ ცხოვრებებს ატარებს. ეს ცხოვრების პირადულ აღქმაში ჩვენ სერიოზულები შეიძლება ვიყოთ მხოლოდ წინა მიწიერ ცხოვრებათა მართებული ზემოქმედების წყალობით. მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს მხიარული, მოლაყბე. იცინო მაშინაც კი, როცა ძალიან სერიოზულ ამბავს ყვები, თუ კი წინა მიწიერი ცხოვრებები არ მოქმედებენ სათანადოდ. თუ კი ადამიანმა რიგი მიწიერი ცხოვრებებისა, ან თუნდაც ერთი ცხოვრება სიზმარეულად განვლო, შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში იგი ვერ შეძლებს საჭირო სერიოზულობით მიახლოს საგნებს. ამას ყველაფერს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ. უაზრობა ადამიანის წმინდად მექანიკურ ან ჩვეულებრივი ორგანიზმის დონეზე განხილვა. ადამიანი მთელი თავისი იერით, მოძრაობის უნარებით, თავისებურებებით უნდა განიხილებოდეს როგორც სულიერი სამყაროს ხატ-სახე. უწინარესად ჩვენს წინაშეა თავის ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია წინა მიწიერი ცხოვრებებითაა განპირობებული. ადამიანის თავს ყველაზე უკეთ განვიხილავთ მაშინ, როდესაც საფუძვლიანად შევისწავლით იმაგინაციურ წარმოდგენას. და როგორც უკვე ითქვა, გრძნობად სამყაროში ადამიანის თავი
არის ის ერთადერთი, რის მიმართაც შეიძლება გამოვიყენოთ იმაგინაცია. ყველა სხვა შემთხვევაში იმაგინაციური წარმოდგენა მხოლოდ სულიერი სამყაროსთვისაა სადაგი და შესაბამისი. იმაგინაციები ხომ სულიერ სამყაროზე დაკვირვებისთვისაა განსაზღვრული. ჩვენ ხომ თავდაპირველად იმაგინაციებს მივმართავთ, როდესაც სულიერი სამყაროს განჭრეთ აქვს სურს. ამ დროს უპირველეს ყოვლისა სულიერ არსებათა სულიერ ეთერული ხატსახეები წარმოგვიდგება. სამყაროში არაფერი გარდა ადამიანის თავისა არ გვაგონებს იმაგინაციას. მხოლოდ ადამიანის თავი მთელი მისი შიდა ორგანიზაციით, ტვინის საუცხოო აღნაგით, საკუთრივ იმაგინაციურის ფიზიკურ გრძნობადი ანასახია. თუგი უფრო შორს წავალთ, მივიახლებით იმას, რაც გაცილებით უფრო ძნელად ექვემდებარება განხილვას. თქვენ უნდა ჩათვლეთ იმას, თუ როგორ სუნთქავს ადამიანი, როგორ მოჰყავს მას მოძრაობაში თავისი რიტმული სისტემა და როგორ გადაჰყავს თავისი სუნთქვა სისხლის მიმოქცევაში. მთელი სხეულის ერთიანად გამსჭვალავი, ეს უჩვეულოდ ცოცხალი თამაში წარმოსადგენად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფიქრობენ. კაცმა რომ თქვას, მთელი სურათი ბოლოს და ბოლოს ასე გამოიყურება. ადამიანი ჩაისუნთქავს, სუნთქვა გადადის სისხლის მიმოქცევაში. ამასთანავე ის გადადის თავში და ტვინის მოღვაწეობაში მონაწილეობს. აზროვნება საბოლოო ჯამში არის მეტად ფაქიზი, გაიშვიათებული სუნთქვა. სისხლის მიმოქცევა კი თავის მხრივ გადადის იმაში, რაც კიდურების მოძრაობის იმპულსს წარმოადგენს. ადამიანის ეს რიტმული სისტემა გამოიხატება არა მშვიდი მდგომარეობით, არამედ უწყვეტ მოძრაობაში. ეს ნიშანდობლიობა ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იქნას ამ სისტემის განხილვისას. ადამიანის თავი უმჯობესია განვიხილოთ ისეთნაირად, რომ მასში ვხედავდეთ დაუსრულებელ, დაუნჯებულ წარმონაქმნს. ასევე ნაწილ-ნაწილ უნდა განვიხილოთ მისი შიგთავსიც, მაგალითად ტვინი. დავაკვირდეთ, როგორაა მოთავსებული მისი ერთი ნაწილი მეორის გვერდით. თავის შესახებ ვერაფერს გავიგებთ, თუ კი ანატომიის და ფიზიოლოგიის მეშვეობით დავაპირებთ ტვინში სისხლის მიმოქცევის შესწავლას. რამე თუ ის, რაც თავში სისხლის ცირკულაციით ხორციელდება, ეხება არა თავს, არამედ უშუალოდ იმ რიტმს, რომელიც თავს ესაჭიროება. ამ მიმართებით ვითარება ზუსტად ისეთია, როგორც სისხლის ცირკულაციისას. რომ შეგძლებოდა თავის ქალის ნაწილის ახდა და სისხლის ცირკულაციაზე დაკვირვება, ჩვენ დავინახავდით იმას, რაც თავს საერთოდ არ ეხება. თავი უნდა განიხილებოდეს როგორც გაჩერებული, მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ორგანო, რომელშიც ყველაფერი ერთი მეორის გვერდითაა განთავსებული. ამას ვერ ვიტყოდით რიტმულ სისტემაზე, რომელიც უპირატესად გულმკერდშია ლოკალიზებული. აქ ყველაფერი სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, აზროვნების, საკუთრივ მოძრაობის, ძრაობის ჭრილში უნდა იქნას განხილული. ამ პროცესზე დაკვირვება კიდევ უფრო ღრმად, ფიზიკური მოვლენების დონეზე დაშვებას საჭიროებს. განვიხილოთ სუნთქვის პროცესი, მისი გადასვლა სისხლის მიმოქცევაში და შემდეგ ტვინში. უპირველესად წარმოიქმნება ნახშირმჟავა, ესე იგი ერთგვარი სიმჟავე ადამიანის ორგანიზმში. ხოლო როდესაც სუნთქვის პროცესი აღწევს ტვინს და საერთოდ ნერვულ სისტემას, სიმჟავეებიდან ვღებულობთ მარილებს. აქ ხდება მარილების დაშრევება. ასე რომ შეიძლება ითქვას, როდესაც ადამიანი აზროვნებს, გამოიყოფა მიწიერი, კრივი. ცირკულაციაში ცხოვრობს დინებადი, თხევადი. სუნთქვაში ცხოვრობს გაზის მაგვარი, ხოლო მოძრავში, მასში რაც მოძრაობაში გადადის, ცხოვრობს ცეცხლოვანი. ყველა ეს ელემენტი აქ მუდმივ მოძრაობაში, აღმოცენებასა და ცხრომაში იმყოფება. ეს პროცესი ანატომიის გარეგრძნობადი დაკვირვებისთვის მიუწვდომელია. მისი გაგება მხოლოდ სულის შინაგან პროდუქტიული ძალის ამოქმედების და თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. ანუ ანატომი
ის ადამიანი, ვინც ანატომიით არის დაკავებული, ხო? მხოლოდ გარეგრძნობადი დაკვირვებისთვის არის. ამიტომაც აი ელემენტების ამ მოძრაობას ის ვერ წვდება წესიერად. მისი გაგება მხოლოდ სულის შინაგანად პროდუქტიული ძალის ამოქმედების და თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. არ არის ძნელი იმის დანახვა, თუ რაოდენ შორს დგას გარე მეცნიერება რიტმული პროცესების ჭეშმარიტ გაგებისგან. მოისმენ რამდენიმე მოხსენებას ანატომიასა და ფიზიოლოგიაში და ამ უსიცოცხლო გამოშიგნული აღწერილობებისგან ლამისა ადგილზევე სული განუტევო, რამე თუ სწორედ ეს ცირკულაციის სისტემა თავისი მაქსიმალური სიცხოველით გრძნობადიდან ზეგრძნობადში და ზეგრძნობადიდან კვლავ გრძნობადში გამუდმებული გადასვლით უნდა იქნას გამოხატული. ამ პროცესის აღწერამ შესაძლოა ერთგვარ მუსიკალურ განწყობაზეც იდაგვაყენოს. თუ კი ეს ყველაფერი დავიუფლეთ, შინაგან მშვენიერ ჩვევებამდეც მივალთ. ამის წყალობით კი უკვე თვით კარმის გაგებასაც შევძლებთ. მაგრამ ის, რაც უკვე დაუფლებულია, ინსპირაციის გრძნობადი ანარეკლი გახლავთ. როგორც თავის განხილვისას ვღებულობთ იმაგინაციის გრძნობად ანარეკლს, ასევე ადამიანის რიტმული სისტემის მართებულად განხილვისას გვეძლევა ინსპირაციის ანარეკლი. ახლა გადავიდეთ მოტორულ მეტაბოლურ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლის და კიდურების სისტემაზე. ის, რასაც ამ სისტემაში მოიაზრებს დღევანდელი ანატომია და ფიზიოლოგია, გახლავთ ამ სისტემის არარეალური ძალები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ნარჩენი. ნაწლავების შიგთავსი მხოლოდ უკიდურესი მაგალითია, მაგრამ საერთოდ ყველაფერი, რაც მოტორულ მეტაბოლურ სისტემაში ფიზიკურად აღქმადია, არ განეკუთვნება ადამიანს და გამოიყოფა მისგან. ოღონდ ისაა, რომ ერთი უფრო ხანგრძლივად რჩება მასში, სხვა უფრო მცირე ხანს რჩება მასში. ნაწლავების შიგთავსი მალევე გამოიყოფა, ხოლო კუნთების, ნერვების და ასე შემდეგ გამონაყოფი უფრო ხანგრძლივად დაჰყოფს ადამიანში. მაგრამ ის, რაც შესაძლოა განიჭვრიტოს ამ სისტემაში, ადამიანს გრძნობად ფიზიკურად არ ეკუთვნის. ფიზიკურად ხილული მხოლოდ გამონაყოფები და დანაშრევებია. და პირიქით, ის, რაც რეალურად განეკუთვნება ნივთიერებათა ცვლის და კიდურების სისტემას, ზეგრძნობად ხასიათს ატარებს. ასე რომ ადამიანის არსების ამ ნაწილის განხილვისას ყურადღება უნდა მივმართოთ იმისკენ, რაც გრძნობადში წმინდად ზეგრძნობადად ცხოვრობს. ამიტომ ადამიანის ნივთიერებათა ცვლის და კიდურების სისტემა უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ფიზიკური ხელები, ფეხები და ასე შემდეგ რეალურად სულიერს წარმოადგენს და ამ სულიერში ვითარდება. ამ სულიერში ვითარდება მე. ხელფეხის მოძრაობისას გამუდმებით ხდება გამოყოფა და ამის დანახვა შესაძლებელია. მაგრამ ეს არ არის არსებითი. თუ კი თქვენ გსურთ ახსნათ ხელის ესა თუ ის მოძრაობა, უნდა მიმართოთ არა ფიზიკურს, არამედ სულიერს, რომელიც ხელის გასწვრივ გადის. აი სწორედ ეს არის არსებითი. ის კი, რასაც თქვენ ხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ გამონაყოფია მოტორულ მეტაბოლური სისტემის. საკითხავია, როგორ უნდა ვაწარმოოთ კარმული დაკვირვებები, თუ კი გგონია, რომ ადამიანი არის ის, რასაც გვიცხადებს მოტორულ მეტაბოლური სისტემა. განა ეს არის ადამიანი. ეს ხომ არარეალურია. კარმიული განხილვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კი ვიცით, რას წარმოადგენს რეალურად ადამიანი. მართალია განხილვის საგანი ადამიანი ამჟამად გრძნობად სამყაროში იმყოფება, მაგრამ ამის მიუხედავად იგი ინტუიციის ზეგრძნობად ანარეკლს განახორციელებს და განასახიერებს. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავის განხილვა საკუთრივ იმაგინაციურად პროეცირდება გრძნობად სამყაროში. ადამიანის რიტმული განხილვა უნდა იყოს ინსპირაციული გრძნობად სამყაროსადმი მიმართებაში. ხოლო ადამიანის ნივთიერებათა ცვლის და კიდურების განხილვა უნდა იყოს ინტუიციური, ანუ ზეგრძნობადი გრძნობად სამყაროში. ეს ძალზე საინტერესოა, რომ ადამიანის განხილვაში ფიგურირებს ინტუიციის, ინსპირაციის,
იმაგინაციის ხატსახეები. ესე იგი, როგორ დაალაგა ეხლა შტაინერმა, ესე იგი, თავის განხილვა შემოიტანა იმაგინაცია თავის განხილვისას, რიტმული განხილვისას შემოიტანა ინსპირაციული განხილვა და ნივთიერებათა ცვლასა და კიდურებთან მიმართებაში შემოიტანა ინტუიციური, ანუ ზეგრძნობადი გრძნობად სამყარო, ზეგრძნობადი. ეს ძალზე საინტერესოა, რომ ადამიანი განხილვაში ფიგურირებს ადამიანის განხილვაში ინტუიციის, ინსპირაციის, იმაგინაციის ხატსახეები. მოტორულ, მეტაბოლური ადამიანის მართებულად განხილვისას შეიძლება ჩავთვლეთ და გავითავისოთ, რას წარმოადგენს ინტუიცია ზეგრძნობადში. რიტმული ადამიანის განხილვისას რა არის ინსპირაცია ზეგრძნობადში, ხოლო თავის მართებულად განხილვისას შეიძლება შევეხოთ იმას, რაც ზეგრძნობადში იმაგინაციური განხილვით ცხადდება. მასშესადამე თავზე დაკვირვება გრძნობად სამყაროში პროეცირებული იმაგინაცია. რიტმულ სისტემაზე დაკვირვება გრძნობად სამყაროში მოქმედი ინსპირაცია. მოტორულ მეტაბოლურ ადამიანზე დაკვირვება ზეგრძნობადი ინტუიციური გრძნობად სამყაროში. ამაზე საუბარი ფუძემდებლური დებულებების ბოლო გამოცემაში, თუმცა მსურველი ამას ძველ ციკლებში წამოიკითხავს. დღეს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ შევეცადეთ განგვეხილა კარმული ურთიერთკავშირები ფიზიკურთან მიმართებაში. ხვალ განვიხილავთ კარმულ კავშირებს მორალურ სულიერის თვალსაზრისით.